მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. რა დროში უნდა მოხდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ინსულტის შემდეგ და რა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი რეაბილიტაციის პროცესში. დღეს განვიხილავთ თემას, რომელიც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ეს არის თავის ტვინის ინსულტი. მდგომარეობა, როდესაც ტვინის რომელიმე ნაწილს სისხლის მიწოდება ეზღუდება ან წყდება, რის გამოც ჟანგბადის ნაკლებობისგან ტვინის უჯრედები კვდება. ამ დაავადების გავრცელება და მაღალი სიკვდილიანობა, ისევე როგორც ინვალიდობის მაჩვენებელი, მას უაღრესად აქტუალურს ხდის. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური გამოწვეული სისხლძარღვის დახშობით და ჰემორაგიული გამოწვეული სისხლჩაქცევით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებამ იცოდეს ინსულტის სიმპტომები, რადგან დროული რეაგირება მნიშვნელოვანი. ეს კი საგრძნობლად ზრდის გამოჯამრთელების შანსს. როგორია ინსულტის მკურნალობა თანამედროვე რეალობაში, როგორ ხდება რისკების თავიდან აცილება და რა სიმპტომები მიუთითებს მის არსებობაზე? ამ თემაზე იმპულსის კითხვებს ექიმი ნევროლოგი თამარ თურმანიძე უპასუხობს. მოგესალმებით ხალბატონ თამარ, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. საუბრობთ დაავადებაზე, პრობლემაზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და მათ შორის დაგვიანებული მომართვაც ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის. როცა საქმე ეხება ინსულტის პრობლემას. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში, რა არის თავის ტვინის ინსულტი, რა განსხვავებაა ჰემორაგიულსა და იშემიურ ინსულტს შორის? ინსულტი არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის გარკვეული უბანი. ინსულტის ორი სახე გვაქვს, არის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი. იშემიური ინსულტის დროს ხდება სისხლძარღვის სანათურის თრომბით დახშობა, რაც იწვევს ტვინის გარკვეულ უბანზე სისხლის მიწოდების შეზღუდვას. და შედეგად კვდება მილიონობით ტვინის უჯრედი. დიახ, ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება სისხლძარღვის სანათურის მთლიანობის დარღვევა, რის გამოც სისხლის ჩაღვრა ხდება თავის ტვინის ქსოვილებში და მის გარსებში. და შესაბამისად ბუნებრივია განსხვავდება სიმძიმის მიხედვით, თუ რა ზონის უბანია დაზიანებული და როგორ ხდება ამაზე არის დამოკიდებული შემდგომი რეაბილიტაციაც. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის რა უბანში ხდება დაზიანება, რა სახის დაზიანება ხდება, რა ზომის დაზიანება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და ინვალიდობაც, შემდგომი გამოსავალიც, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. და ბუნებრივია ნიშნებიც ალბათ ამაზე იქნება დამოკიდებული, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. მოდი ვისაუბროთ ახლა გავრცელება როგორი არის მსოფლიოში, საქართველოში, როგორია სტატისტიკა, როცა საქმე ეხება ინსულტს? შეიცვალა, გაიზარდა, შემცირდა, თუ აი დიაგნოსტიკის მეთოდების სრულყოფამ ხომ არ გაზარდა აღმოჩენის მაჩვენებელი, ასევე რა განსხვავება თუნდაც აი მიკროინსულტსაც რაც ეძახიან და ჩვეულებრივ ინსულტს შორის, აი როგორი არის დღეს სიტუაცია სტატისტიკის მხრივ? მოგახსენებთ, სტატისტიკური მონაცემების შემოშფოთებელია, მინდა გითხრათ, ძალიან მომატებულია რაოდენობა. წელიწადში ყოველ წელიწადს ახალი 12 მილიონი ინსულტი ფიქსირდება, ეს ძალიან დიდი და შემოშფოთებელი რიცხვია. ძალიან მაღალია სიკვდილიანობა და ინვალიდობის მაჩვენებელი. ასევე შემოშფოთებელია ის, რომ გაახალგაზრდა და 70 წლამდე ასაკში ინსულტების რაოდენობა მოიმატა. ანუ სტატისტიკურად ძალიან შემოშფოთებელი და რა ასაკში შეიძლება დაიწყოს, ანუ როგორ იყო ადრე პირობითად რა ასაკში შეიძლება? ადრე უფრო იყო ასაკში, ეს ასაკის დაავადებასაც ეძახოდნენ ინსულტს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს უკვე 40 წლიდან უკვე ჩვეულებრივ ძალიან ხშირია შემთხვევები ინსულტის და არის უფრო გაცილებით ახალგაზრდა შემთხვევებშიც. ალბათ ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რატომ გაახალგაზრდავდა ინსულტი? რა გამომწვევი ფაქტორები რაში მდგომარეობს და ამ გამომწვევი ფაქტორების მთლიანობა ან ინტენსივობა ხო არ შეიცვალა? ანუ რა მდგომარეობაში მიდის ერთ შემთხვევაში იშემიურ ინსულტზე ვისაუბროთ, მეორე შემთხვევაში ჰემორაგიულზე, იმიტომ რომ მივხვდით რომ განსხვავება არსებობს რეალურად მექანიზმი. ანუ იშემიური ინსულტის განვითარების მთავარი რისკ ფაქტორებია არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, არითმიები, განსაკუთრებით წინაგულთა ფიბრილაცია, დისლიპიდემია, ჭარბი წონა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ესენი არის მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები, რომელსაც შეგვიძლია ჩვენ ვუმკურნალოთ
და ეს რისკები შევამციროთ. არის არამოდიფიცირებადი, მაგალითად, მამაკაცებში გაცილებით უფრო ხშირია, ასაკში მეტად ხშირია. არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის არამოდიფიცირებადი. მაგრამ არის რისი შეცვლად შეგვიძლია, რისი დარეგულირება შეგვიძლია. აი, ჰიპერტენზია ახსენეთ, ანუ მაღალი არტერიული წნევა. მაღალი არტერიული წნევა როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს ისემიური ინსულტს? თითქოს ერთი შეხედვით რაღაც ერთმანეთთან კავშირში არის. გასაგებია ჰემორაგიული შემთხვევა, როდესაც მთლიანობა ირღვევა, ამ შემთხვევაში არტერიული წნევის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ისემიურ შემთხვევაში როგორ უკავშირდება მაღალი არტერიული წნევა და როგორ რას იწვევს? ძირითადად არტერიული ჰიპერტენზია მაინც ჰემორაგიული ინსულტის განმაპირობებელია, მაგრამ გარკვეულწილად სისწარღვზეც მოქმედებს და ათეროსკლეროზის განვითარებაში იღებს მონაწილეობას, ამიტომ გარკვეულწილად ისემიური ინსულტის არაპირდაპირი, მაგრამ ერთ-ერთი განმაპირობებელი ძირითადი ნიშნად ითვლება მაინც არტერიული ჰიპერტენზია. აი, არითმიაზე მინდა ვისაუბროთ, ახსენეთ ფაქტორებს შორის, აი როგორ უკავშირდება არითმია ინსულტის განვითარებას? არითმია, იმიტომ რაღაც მაინც თითქოს შეუთავსებელია გულის დაავადება, გულთან დაკავშირებული რითმის პრობლემები და ინსულტი. როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან? არითმიის დროს წარმოიქმნება თრომბი, რომელიც მაგისტრალურ სისწარღვებში ხდება თავის ტვინის და ეს ემბოლოგენური ინსულტებია ესენი. ეს წარმოქმნილი თრომბი, რომელიც გადადის სისწარღვში, თავის ტვინის სისწარღვში იწვევს ინსულტს და სხვათა შორის მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნო, რომ ძალიან მძიმედ და ათვისებიანად მიმდინარე ინსულტებია ემბოლოგენური, ანუ ზუსტად ფიბრილაციის დროს განვითარებული ინსულტები. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუნდაც საქმე ეხება ინსულტს და ამ შემთხვევაში ეს კითხვა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინოს და სწორი რეაგირება განახორციელოს. რა ნიშნებით შეიძლება აღმოვაჩინოთ ინსულტი, როგორ უნდა შევამჩნიოთ, რა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში? ამიტომ რომ უშუალოდ პაციენტისთვის ბუნებრივია მდგომარეობა იცვლება, მან შეიძლება ბევრი ნიშანი ვერ შეამჩნიოს, მაგრამ გარშემოყოფებს შეუძლიათ იმ ნიშნების აღქმა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მოგვიანებით ბუნებრივად მკურნალობის მეთოდებზეც ვისაუბრებთ და მკურნალობის მეთოდებში სწორედ ადრეულად აღმოჩენილი სიმპტომები არის გადამწყვეტი, სასიცოცხლო დაუცილებელი, რომელსაც შეუძლია შეამციროს დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ინვალიდობის რისკი. დავიწყოთ ნიშნებით. ძალიან მარტივია ნიშნების ამოცნობა, ანუ ინსულტის ნიშნების ამოცნობა. პირველ რიგს მეტყველება, აუცილებლად შეამჩნევს შეცვლილ მეტყველებას. შეიძლება იყოს სახის ასიმეტრია, მოძრაობის შეზღუდვა ხელსა და ფეხში, უეცარი მხედველობის დაკარგვა, ძლიერი თავის ტკივილი, ძლიერი თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა. აუცილებლად უეცრად იცვლება ესეთი ნიშანი, რომელიც მარტივი შესამჩნევია გვერდით მყოფი ადამიანისთვის. მეტყველებას აი მოდი შესაძლებელია ნახეთ, საერთოდ ვერ დაგელაპარაკოთ, ვერ გითხრათ საერთოდ ვერაფერი, სიტყვა ვერ თქვა. შესაძლებელია თქვას, ოღონდ გაურკვევლად, აუცილებლად ეს არის დარღვეული, შეცვლილი მეტყველება, ან სრულად გამქრალი, ან შეცვლილი. ასიმეტრია როგორ შეიძლება, ანუ სახის ასიმეტრია ძირითადად როგორ არის თუ არა აუცილებელი ასიმეტრია დაფიქსირდეს? შეიძლება არ იყოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში არის ასიმეტრიაც, ასიმეტრიული სახე. ანუ კი ბატონო და ასევე სხვა ნიშნები რა შეიძლება იყოს, კიდევ რა შეიძლება გარკვეულწილად იყოს განმავლობაში? მოძრაობის შეზღუდვა, შეზღუდება მოძრაობა ხელსა და ფეხში, ვერ გაამოძრავის, ვერ გაივლის. ვერ დადგება ფეხზე. აი მიმდინარეობას რო შევეხოთ, მიმდინარეობა როგორი არის ამ შემთხვევაში? პირველი ეს ნიშნებია, შემდეგ როგორ ვითარდება ეს პროცესები? ეს არის მწვავე ინსულტის პირველადი ნიშნები და გააჩნია რა ზომის დაზიანებასთან, რა სახის ინსულტთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია თუ ეს არის ლაკონარული ინფარქტი, შეიძლება რამდენიმე საათში და რამდენიმე დღეში ალაგდეს მოცემული ნიშნები. არის მოზრდილი და არის დიდი ზომის ინსულტები, როდესაც ეს დაზიანება და კლინიკური ნიშნები დიდხანს გრძელდება. კი ბატონო. ანუ პერიოდებად მოდი სანამ პერიოდებზე ვისაუბრებთ, მანამდე როგორი უნდა იყოს რეაგირება ამ დროს?
ჩვენ საუბრობთ სტუდიაში ეთერის დაწყებამდე, რომ ძალიან დიდი პრობლემა არის შემთხვევაში არასწორი რეაგირება და ადამიანებს დაგვიანებულად მოყავთ კლინიკაში პაციენტები. როგორ შეიძლება ეს ნიშნები დაფიქსირდეს და მაინც დავაგვიანოთ რეაგირება, რა ხდება ამ დროს? მართალი გითხრათ, არ ვიცი, აი ყველამ უნდა იცოდეს, რომ როგორც კი რაიმე მსგავს სიმპტომს შეამჩნევენ პაციენტს, პირველი რაც უნდა გააკეთონ, უნდა იზრუნონ პაციენტის სტაციონარში გადაყვანაზე, აი ესეთ სტაციონარში, სადაც არის ინსულტის ცენტრი. დღეს არის ამის საშუალება, რომ აღმოუჩინოთ ადეკვატური კვალიფიცირებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბუნებრივია აფიქსირებს და განსაზღვრავს გადაყავს იმ კლინიკაში, სადაც არის ინსულტის ცენტრი და შესაძლებელია ასეთი ადამიანისთვის დაუყოვნებლივი კვალიფიციური დახმარების გაწევა. და რამდენ ხანში უნდა მოხდეს ეს რეაგირება? სასურველი არის პირველი 4 საათნახევრის განმავლობაში. ეს არის ოქროს ფანჯარა, ეს ის პერიოდი, როცა შექცევადია, ნევროლოგიური სიმპტომატიკა შექცევადია და შეგვიძლია რომ გავაჩეროთ ეს პროცესი. 4 საათნახევრის შემდეგ სამწუხაროდ ეს ვეღარ მოხერხდება. ეს არის აი ოქროს პერიოდი. და ამ დროს ამის დაგვიანება რა შედეგამდე მიდის? თუ არ მოხდება ამ დროის განმავლობაში პაციენტთან სწორი რეაგირება? სამწუხაროდ რჩება ინვალიდობა. თუ პაციენტი 4 საათნახევრის განმავლობაში მოხდება კლინიკაში, შესაძლებელია გაეწიოს დახმარება. ახალი მეთოდია ინსულტის მკურნალობის თრომბოლიზისი, როდესაც შევყავს სპეციალური პრეპარატი, რომელიც ახდენს თრომბის დაშლას და შესაძლებელია 1 საათში სრულად დეფიციტის გარეშე, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე იყოს ადამიანი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინსულტის განვითარებისთანავე პაციენტი უნდა მოხვდეს კლინიკაში. ხო, თრომბოლიზისზე ვთქვათ ისიც, რომ ძალიან კარგია, რომ ეს მეთოდი დანერგილია, რამდენიმე წელია ჩვენ ამ მეთოდის ერთ-ერთი ის ადამიანი ჩავწერეთ, საზაქაც არავაზე მაქვს ნევროლოგის საუბარი, ვინც ძალიან დიდი როლი შეასრულა თრომბოლიზისის პროცედურის დანერგვაში საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ამ მეთოდით, თუმცა აღნიშნოთ კიდევ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დროულად მოხდეს რეაგირება. თუ არ მოხდება დროულად რეაგირება, ბუნებრივია ამ მეთოდს ეკარგება აქტუალობა, ხო? კი, ხო, 4 საათნახევრის შემდეგ უბრალოდ ვერ ვატარებთ ამ მკურნალობას. აი, დავიწყოთ რა, ვერ ვატარებთ მკურნალობას, რა გრძელვადიანი გართულებები შეიძლება განვითარდეს, უფრო დეტალურად რა ახსნათ ეს ყველაფერი. მინდა მეორე მეთოდზეც ვისაუბრო, 4 საათნახევრის განმავლობაში შესაძლებელია თრომბოლიზისის ჩატარება, 6-დან 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ასევე თრომბექტომია. თუ დაგვიანდა, ასევე თრომბოლიზის აქვს ძალიან ბევრი კრიტერიუმი. შესაძლებელია პაციენტი მოვიდეს დროულად, მაგრამ ვერ დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმი. ძალიან მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებია. მაგალითად, ძალიან ბევრია. შესაძლებელია ახლო პერიოდში ჩატარებული ოპერაცია, რაიმე სისხლის დაავადება, ძალიან ბევრი ჩამონათვალია. შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს პაციენტმა ბევრი კრიტერიუმია. თუ ვერ მოითხოვოს რაღაცა, ხო, ბევრმა ადამიანმა უკვე იცის პრაქტიკულად თანამედროვე მედიის პირობებში ბევრმა იცის, რომ არსებობს ესეთი ოქროს სტანდარტი თითქოს მკურნალობის, რომელიც პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის და მისი ინვალიდობის პრევენციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მაგრამ და მოითხოვოს კიდევაც, მაგრამ ეს შეიძლება სულაც არ იყოს. შესაძლებელია, აი ამ კრიტერიუმების რაღაც ერთი პუნქტი მეც რომ ვერ დააკმაყოფილოს, ვერ ჩაატარებ. ამ შემთხვევაში არის ალტერნატივა თრომბექტომია. და რო განმარტოთ რა. თრომბექტომიის დროს, აი ჩვენ თრომბოლიზისის დროს შეყვავს ინტრავენურად ნივთიერება, რომელიც თრომბს შლის ადგილზე. თრომბექტომიის დროს ხდება სისხლძარღვში შესვლა და თრომბის მექანიკური ევაკუაცია, გამოღება სისხლძარღვიდან. თუმცა მასაც აქვს დრო 6-დან 24 საათამდე, იმის შემდეგ ამასაც ვერ ვატარებთ და რა თქმა უნდა თრომბექტომიაც რაც უფრო მალე ჩატარდება, უკეთესია. თქვათ იმ 4 საათნახევრის განმავლობაში თუ თრომბოლიზისი ვერ ტარდება და თრომბექტომია მალევე ჩატარდება, შედეგი ყოველთვის უკეთესია. იმიტომ რომ ნახეთ, ყოველ წუთს მილიონობით ტვინის უჯრედი ზიანდება და რაც უფრო მალე მოხდება ჩარევა და რაც უფრო მალე გაუწევთ ადამიანს დახმარებას, მეტი შანსია რომ გამოვიდეს ინვალიდობის გარეშე, გადარჩეს ცოცხალი. და ვესაუბრობთ ასევე რომ ხშირ შემთხვევაში ერთი დღის შემდეგაც მოყავთ პაციენტები, ორი დღის შემდეგაც მოყავთ. ეს როგორ აი ძალიან გულსატკენია და მინდა რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდეს, რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა. არ ჩუნდება ეს სიმპტომები და მაგრამ ადამიანები არ რეაგირებენ, არ რეკავენ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფში. ხდება ისე, რომ გვიანდება კლინიკამდე მოყვანა.
შესაძლებელია 4 საათნახევარიც იყოს გასული და ერთი დღეც. ეს ძალიან საწყენია, მით უმეტეს ჩვენნაირ პატარა ქალაქში, როცა ძალიან მალე შესაძლებელია რომ პაციენტი მოიყვანო კლინიკამდე. არის დიდი მეგაპოლისები, სადაც ფიზიკურად ვერ ახერხებენ მიყვანას, იმიტომ რომ ქალაქი დიდია, დრო ბევრი ეკარგებათ და იქ წამებში მაინც ახერხებენ. ჩვენთან ძალიან პატარა ქალაქი და ბევრ კლინიკას აქვს თან ეს მეთოდი. კი, რამდენიმე კლინიკა, მაგრამ ბევრ კლინიკას აქვს ამას ჯგუფი განსაზღვრავს, ხო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი თუ შეამჩნევს სიმპტომებს. და რომელიმე მათგანში უნდა მიიყვანონ. ჩვენს ქალაქში ეს არის გაცილებით მალე შესაძლებელი. მთავარია რომ იყოს მიმართვიანობა. და მაინც ამის მიუხედავად არის დაგვიანების შემთხვევები ერთი და ეს ნიშნები, ეს სიმპტომები შენარჩუნებული ადამიანები ხედავენ და რის იმედი აქვთ, რომ გაივლის ეს სიმპტომები? არ გეტყვით. აი ყველაფრის შემდეგ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს თუ არ მოხდება? ნუ გავიგეთ, რომ ერთი დღე შეიძლება დააგვიანოს ოჯახმა რეაგირება და არ მოიყვანოს პაციენტი. რა გართულებები გართულებები შესაძლებელია სიკვდილიანობა, ინვალიდობა, რომელიც შეიძლება საერთოდ ვეღარ ალაგდეს და მთელი ცხოვრება ადამიანი დარჩეს საწოლს მინჯაჭვული. ინვალიდობა და მაღალი სიკვდილიანობა. მოდი დავიწყოთ ახლა დიაგნოსტიკაზე საუბარი უფრო დეტალურად. თანამედროვე რეალობაში რა მეთოდებს იყენებთ დიაგნოსტიკისთვის? ბუნებრივია, როდესაც ინსულტს ეხება ეს პირველადი ნიშნები გასაგებია, მაგრამ რო შევაფასოთ მდგომარეობა, ანუ პირველ რიგში ფასდება, როდესაც პაციენტი მოდის ინსულტით, უნდა შევაფასოს არის ისჩემიური ინსულტი თუ არის ჰემორაგიული ინსულტი. შემოსვლისთანავე ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მაშინვე ჩანს თუ ეს არის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ანუ ჰემორაგიული ინსულტის გამოსარიცხად ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია. პირველ საათებში ისჩემიური დაზიანება თავის ტვინში არ ჩანს. როცა ვხედავთ, რომ კლინიკურად არის ინსულტის ნიშნები, გადავიღეთ კომპიუტერი და არ გვაქვს დაზიანება, გასაგებია რომ არის ისჩემიური ინსულტი და უნდა ვუმკურნალოთ ისჩემიური ინსულტს. შემოსვლისთანავე კომპიუტერი ტარდება, იმიტომ რომ ჩვენ გავარკვევთ ხომ არ არის ჰემორაგია, რომელსაც შესაბამისი სხვა მკურნალობა ჭირდება. აი რა განსხვავებაა ჰემორაგიულის და ისჩემიური ინსულტის შემთხვევაში მკურნალობის მეთოდები და სტრატეგია და ზოგადად რომელი უფრო მძიმეა? ეს შეკითხვა ალბათ ხშირად ჩნდება. რომ აი რომელი ინსულტი უფრო საშიშია, რომელი ინსულტი უფრო ხშირად ტოვებს პირობითად ინვალიდობის და სიკვდილიანობის მაღალ რისკს და თუნდაც არსებობს თუ არა განსხვავება ამ შემთხვევაში სიმპტომებშიც. ნახეთ, სიმპტომურად, კლინიკურად ვერანაირად ვერ განასხვავებს, სანამ არ გააკეთებ კვლევას კომპიუტერულ ტომოგრაფიას, იმიტომ რომ თავის ტვინში დაზიანება რო ხდება, რაც არ უნდა დაზიანება იყოს, ერთნაირად გამოვლინდება ეს პარეზია, ხელფეხში მოძრაობის შეზღუდვა მეტყველების ერთნაირად აბსოლუტურად გამოვლინდება. რაც შეეხება რომელი უფრო საშიშია, ესე ვერ იტყვი, იმიტომ რომ გააჩნია სისხლჩაქცევაც რა უბანზეა, რა ზომისა, ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მაგალითად სისხლჩაქცევა პატარაა, ისევე როგორც ლაკუნარული ინფარქტის დროს არ არის საშიში, შესაძლებელია დიდი იყოს, ანუ ესეთი დიფერენცირება არ ხდება, რომ მაგალითად ისჩემიური უფრო საშიშია თუ ჰემორაგიული ინსულტი. ეს კონკრეტულად დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე და ზომაზე დაზიანების. შესაძლებელია ერთიც იყოს მომაკვდინებელი და დამოინვალიდებელი და მეორეც. დიაგნოსტიკის დროს ესე იგი ტომოგრაფია არის, ესე რომ ვთქვათ, ოქროს სტანდარტი, რომელიც საზღვრავს თუ სხვა მეთოდების გამოიყენება. არის მაგენტურეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც მგრძნობიარეა და პირველივე წუთებიდან ჩანს ისჩემიური დაზიანება თავის ტვინის. ორივე მათგან, რა თქმა უნდა, ორივე ერთად გამოიყენება. ორივე მათგანს ვიყენებთ, დიახ. კი ბატონო, დავიწყოთ ახლა მკურნალობაზე საუბარი. როდესაც მოხდება დიფერენცირება, ისჩემიურია თუ ჰემორაგიული, როგორ იწყება მკურნალობა? არის თუ არა განსხვავება ისჩემიურის და ჰემორაგიulis შემთხვევაში განსხვავებული? კარდინალურად განსხვავდება ისჩემიური და ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობა, აბსოლუტურად სხვადასხვა. ისჩემიური ინსულტის დროს მიდის ანტიაგრეგანტული. აი იმ შემთხვევაში თუ პაციენტი 4 საათნახევრის შიგნით შემოვიდა კლინიკაში, მაშინ ვიწყებთ თრომბოლიზისით, სისტემური ლიზირება მიდის 1 საათის განმავლობაში ესხმება სპეციალური ნივთიერება, რომელიც შლის თრომბს. ნუ იმ შემთხვევაში თუ დააგვიანა პაციენტმა და არ დააკმაყოფილა არც თრომბოლიზისის და არც თრომბექტომიის კრიტერიუმები და არ საჭიროებს, ამ შემთხვევაში მიდის ანტიაგრეგანტული მკურნალობა. ჰემორაგიული ინსულტის დროს სხვა მეთოდია. ამ დროს არის მხოლოდ თუ არის დიდი ზომის დაზიანება, შესაძლებელი იყოს ქირურგიული ჩარევა და ჩაღრული სისხლის ევაკუაციას საჭიროებდეს ადამიანი თავის ტვინიდან. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ნეიროქირურგები ერთვებიან. დიახ, ამ დროს უკვე ნეიროქირურგები ეთვლებიან. თუ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, ამ შემთხვევაში
არის წოლითი რეჟიმი, წნევის კონტროლი და ეს დაკვირვებითი. და მკურნალობის ხანგრძლივობა თუ განსხვავდება ამ შემთხვევაში რომელიმე მეთოდის დროს? ან რომელი უფრო ადგილადი იყო? ეს პირობითია, ზოგადად ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობის ხანგრძლივობა უფრო მეტია. მიუხედავად დაზიანების ზონისა, ჰემორაგიული ინსულტს მეტი მეთვალყურეობა და თუნდაც კლინიკაში დაყოვნების მეტი დრო ჭირდება. ისემიოლური ინსულტის დროს უფრო ნაკლები. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ განმარტოთ მაინც რაღაც კონკრეტული მიზეზი, ლოკაცია ცნობილია, სად მოხდა ისემიურობის ჩამოყალიბება, თუ თრომბოლიზის პროცედურა ჩატარდა, ამ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება თრომბოლიზის პროცედურის ან თუნდაც თრომბექტომიის შემდეგ ადამიანი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, თუ დროულად მოხდა რეაგირება. წესი მე-4-5 დღეს ვწერთ ასეთ პაციენტებს კლინიკიდან, როდესაც თრომბოლიზისი და თრომბექტომია ჩატარდება თავის დროს ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებით, პაციენტი აბსოლუტურად ინვალიდობის გარეშეა მეორე დღიდან შეგვიძლია დავაქტიუროთ და მე-5 დღეს ვწერთ ბინაზე ყველაგვარი ინვალიდობის გარეშე. მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არის დროული რეაგირება აუცილებელი და პირველი საათები, პირველი 4 საათი, რომელიც გვაძლევს ზუსტად აი ესე უმტკივნეულოდ ესე სერიოზული დაზიანების, ინვალიდობის და სიკვდილიანობის გარეშე პაციენტის გაწერის საშუალებას. აი ხა დავიწყოთ ყველაზე მთავარმნიშნულოვანზე რეაბილიტაციაზე. თუ არ მოხდა დროული რეაგირება, პაციენტი ვერ გაეწერა კლინიკიდან, როგორ იწყება რეაბილიტაცია? რას მოიცავს ზოგადად ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ინსულტის ცენტრის არსებობა კლინიკის შიგნით უკვე ნიშნავს, რომ ეს არის სერიოზული ნოზოლოგია, სერიოზული პრობლემა, მოითხოვს არა ერთი კონკრეტული ექიმის, არამედ მულტიდისციპლინარულ ჩარევას და მიდგომას პრობლემის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში როგორ გრძელდება ეს პროცესი და რამდენი სპეციალისტი არის ჩართული რეაბილიტაციის პროცესში? თუ ესე იგი მაინც ვერ მოხდა პაციენტის დროული მოყვანა და დროული რეაგირება და სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად რჩება ინვალიდობა, რეაბილიტაცია იწყება პირველივე დღეებიდან, კლინიკაშივე იწყება. ეს რა თქმა უნდა მულტიდისციპლინური მიდგომა არის ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, მთელი გუნდი მუშაობს. აქ არის სამუშაო არა მარტო პაციენტთან, არამედ მისი ოჯახის წევრთან. ეს ინსულტიანი პაციენტი არის ტვირთი, მთლიანად ოჯახის. ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდებათ განსაკუთრებით ფსიქოლოგისაც, გარდა ნევროლოგისა და რეაბილიტოლოგებისა. ამიტომ ყველა მათგანი ჩართული. ევროპულ ქვეყნებში თელი სარეაბილიტაციო ცენტრები არის ამასთან დაკავშირებული და ბუნებრივია, ანუ გაცემთ რომ მაღალ დონეზე არის საყვარელი ეს ყველაფერი, რეაგირებაც ძალიან სწრაფად ხდება და მთელი რიგი სპეციალისტები, ჩვენცაც წერდით ნევროლოგებს და ამ მიმართულებით უფრო დეტალურად შევეხეთ სპეციალისტებს, ძალიან სწრაფი მიდგომა აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში, ძალიან ღრმად შედიან, როდესაც საქმე ეხება რეაბილიტაციის პროცესს. რა დრო ჭირდება რეაბილიტაციას, თუ მოხდება დროულად რეაგირება? და ზოგადად, ანუ რეაბილიტაციის შეიძლება თუ არა პაციენტს აღუდგეს გარკვეული ტიპის ფუნქციები. რა თქმა უნდა, ნახეთ, დროულ დაწყებულ რეაბილიტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველივე დღეებიდან ვიწყებთ ჩვენ რეაბილიტაციას. მაგრამ ნახეთ, აქაც არის დამოკიდებული რა ტიპის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. თუ ეს არის ძალიან დიდი ტვინის დაზიანება, შესაძლებელია მიუხედავად ჩატარებული რეაბილიტაციის პირველივე დღიდან ვერ მოხდეს პაციენტის ფეხზე დაყენება და მთელი ცხოვრება დარჩეს მიჯაჭვული საწოლს. მაგრამ არის სხვადასხვა დაზიანება, სადაც თუ არის მცირე დაზიანება, რა თქმა უნდა ხდება აღდგენა. ეს არის მცირე ინსულტები, როდესაც 2-3 დღეში გადადის დაზიანება და კლინიკიდან ვეწერ პაციენტს დეფიციტის გარეშე, ანუ ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე. არის შემთხვევები, როცა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, შესაძლებელია 1 წელი. პაციენტი სულად აღიდგენს ყველა ფუნქციას, უბრალოდ ცხოვრების ინსულტამდე რიტმს. დიახ. მაგრამ ბუნებრივია, ალბათ ჩდება კითხვა, როგორია ცხოვრება ინსულტის შემდეგ, ანუ რა უნდა გაითვალისწინოს ოჯახმა და თავად პაციენტმა, რა უნდა შეცვალოს? ჩამოთვლილი რისკ ფაქტორების, მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორების გათვალისწინება, უნდა იყოს მოწესრიგებული ჰიპერტენზია, დისლიპიდემიის შემთხვევაში უნდა იყოს ლიპიდური სპექტრი მოწესრიგებული, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში გაკონტროლებული და ნამკურნალები, არითმიის შემთხვევაში შესაბამისი ანტიკოაგულანტური მკურნალობა, ანუ ეს მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები, რაც პაციენტს გააჩნია, უნდა იყოს გათვალისწინებული.
და ზოგადად აი რა როლი აქვს ანტიკოაგულანტებს და იმ მსგავს ინგრედიენტებს ინსულტის შემდგომ პერიოდში ამის შეიძლება თუ რა ამის მიღების შეწყვეტა მდგომარეობა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა. აი ნახეთ უკვე გადატანილი ინსულტის შემდეგ ეს ინიშნება მეორადი პრევენციისთვის, ინსულტის მეორადი პრევენციისთვის და რა თქმა უნდა არ შეიძლება შეწყვეტა და მუდმივად უნდა ხდებოდეს მათი მიღება. და მოდი ახლა ვისაუბროთ ზოგადად შეიძლება თუ არა ინსულტის პრევენცია, შეიძლება თუ არა ინსულტის მიყენებული ზიანის შემცირება და ზოგადად რას ურჩევთ პაციენტებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ოჯახის წევრებს, ვინც დროული და სწორი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ პროცესში. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ინსულტის პრევენცია. ეს იწყება პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესით, მავნე ჩვევებზე უარის თქმით. აი მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორების შემთხვევაში ამ ფაქტორებზე მკურნალობით, მაღალი წნევის შემთხვევაში უნდა ვუმკურნალოთ წნევას, არ უნდა იყოს უმართავი და არანამკურნალები ჰიპერტენზია. დიაბეტის შემთხვევაშიც უნდა იყოს გაკონტროლებული გლიკემიის დონე. ანუ ეს ყველა მოდიფიცირებადი ფაქტორები, რომლის კონტროლი შეგვიძლია უნდა იყოს გაკონტროლებული. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ავიცილოთ ინსულტი თავიდან. ოჯახის წევრებმა როგორი რეაგირება? ოჯახის წევრების რეაგირება არის ის, რომ პაციენტი რაც შეიძლება დროულად უნდა მოხვდეს სტაციონარში, რომ მას გაეწიოს შესაბამისი დახმარება. და განსაკუთრებით აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ პირველი 4 საათი, რომელიც არის 4 საათი ნახევარი, ეს არის ოქროს შუალედი. არის ეს ძალიან პატარა პერიოდი, ეს არის საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოთ. ბუნებრივია თუ აღარ თვალყურეის გარეშე არ არის დარჩენილი პაციენტი და რაღაც ესეთ მარტო არ უწევს ამ მდგომარეობის გამკლავება. როდესაც ირგვლივ აი ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა ის გათვალისწინება შეიძლება ქუჩაში მოხდეს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს სიმპტომები არის, რომელიც არ უნდა იქნეს სწორად შეფასებული და არ უნდა მოხდეს ბუნებრივია რაღაც ადგილზე რაღაც ღონისძიებების ჩატარება, რომელიც შეიძლება პირიქით ზიანის მომტანი იყოს. ეს ნიშნები აი ადგილზე რაც შეიძლება რომ პაციენტს გაუკეთოთ, სასუნთქი გზების დაცვა, უნდა დავაწვინოთ გვერდზე, თუ მძიმე პაციენტია, თუ შესაძლებლობა არის თქვათ წნევა გავზომოთ, თუმცა არ შეიძლება წნევის ძალიან დაბლა დაწევა. თქვათ შეიძლება ეს ინფორმაცია დაახვედროს სასწრაფოს ექიმს, თქვათ გლიკემიის გაკონტროლება, თუ პაციენტი დიაბეტიანია, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სახლის პირობებში, ახლა ქუჩაში ამას ვერ გააკეთებენ. ქუჩაში შესაძლებელია უბრალოდ პაციენტის უსაფრთხოდ მოთავსება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. და სწრაფით რეაგირებისთვის დაკავშირება, სადაც ეს 4 საათი და არა მარტო 4 საათი, რაც უფრო ადრე მოხდება ბუნებრივია, მით უფრო კეთესია. დიდი მადლობა, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის, ამ ადამიანების ინვალიდობის პრევენციისთვის და ამ სერიოზული პრობლემის თავიდან ასაცილებლად. მადლობას მოგახსენებთ, დაგემშვიდობებთ, წარმატებებს გისურვებთ. იმპულსის კითხვებს კი ექიმი ნევროლოგი თამარ თურმაიძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახვდა მომავალ შეხვედრამდე.